აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან გალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად დევნილთა განსახლების ადგილებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული ვითარება შეაჯამა. ლევან გალობლიშვილი ასევე რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს ხდომას დაესწრო. რეგიონში ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ რამდენიმე სოფელში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ცენტრალურ უწყებებთან აქტიური კოორდინაციის საფუძველზე დროებით დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი სამუშაოები. აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც რწმუნებულებთან ერთად, მერებთან ერთად, დელეგატებთან ერთად და ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მუშაობთ ყველა პრობლემატურ საკითხზე, რათა მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება. დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნის საკოორდინაციო შტაბის ხმაზე მივიღეთ ინფორმაცია თითოეულ დასახლებულ პუნქტში არსებული საჭიროებებთან დაკავშირებით. ყველა მთავარი გზა გაწმენდილია. რჩება სოფლები, სადაც ჯერ კიდევ აწარმოებთ ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. სტომაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმოვიხილეთ დევნილთა დასახლებებში არსებული ვითარება.